გამარჯობა, მოგესალმებით. ტრადიციულად კაცები YouTube-ზეა, როგორ ახართ კაცებო? როგორ ავართ კაცები? მეც ჩავსვამ თქვენ ჩემ თავს თქვენთან ერთად. როგორ ახართ, გიორგი? და თვითონვე რა უპასუხოს. როგორ ახართ კაცები? სხვათა შორის. კარგად ვარ, დათო ისევ უშაქრო რაღაცებს ჟამს და მე შაქრიანს აყოლებს. ჯანელა თურქულს მეცადინეობს. ეხლა გუშინ ერთი სიტყვა კიდე აღმოაჩინა, რომ იცის თურქული. ხო, აი შენ იცი, როგორ არის თურქულად მთვრალი? არა და იცი. თურმე იცი. ანუ იცი როგორ არის? ზარხოშ. ზარხოშ. შეზარხოშებული ხო? კიდე ხომ არა, ზარხოშ თეორიულად ითქვა თურქულს თუ ზარხოშ. კიდე რა დაამატე? ბიჭო, აი სიტყვები იცის, მაგრამ გამოთქმა შენ უკეთესი. პრონაუნსი. არა, ამას არ გახსოვს გამოთქმით გაითქვა სახელი. არა, იმას ხო, ის არ არსებული თურქულის გამოთქმა. ფერები დავამატე და დროებით. ლაჟვარდოვანი როგორ არის? თურქულად კი არა, რამე ენაზე. მეწამული? მეწამული არის ვიცი მეწამული. პინკ ხო? არა, პინკ ვარდისფერი არის. გათანიგი ინგლისურად. ფარფ არის მორ. მორ? ემრე მორი ფერმურტელი გახსოვ? საფირუს ხმელეთ ზურმუხტო. თურქულად როგორ იქნება? ლაჟვარდი არ არის გამორიცხული, რომ ეგრევე იყოს. ლაჟვარდ? ხო. ლაჟვარდი. და როგორ სწავლობს ენას? არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს. ალბათურად სწავლობ. ლაჟვარდი ქართულადაც არ ვიცი კონკრეტულად რომელი ფერი. რომელი? ლაჟვარდოვანი სანაპირო რა ხან არის ის ფერი უნდა იყოს ხო ალბათ. ოღონდ იცეთი რა, რაღაცა ხაჟღაჟაწის. მავი არის ლურჯი, ანუ ის რო არის, დასაცმელი ხო? მავი კი არის. თურქული ბრენდია და ლურჯი. აჰა. ლურჯი ნიშნავს. ეგ ბრენდებით სწავლობ თუ რამე სახელმწიფოებაში. ელსი ვაიკიკი? რომელი? ვაიკიკი არის ცირას ნიშნავს. არა. არც შენ? არა. არც შენ. კიდე ვინმეს კითხე. მიგახავით ჩავიდეთ გაქერებას. ვაიკიკი არის ცნობილი სანაპიროა იქ ბალიზე თუ სადღაც. აი როგორც კოპაკაბანა არის იმაში, რიო-დე-ჟანეირო. ელსი? ელსი არის რაღაცა. ჩრდილოეთსა. ლოთების კლუბი ვაიკიკი. ხარა კარგად დაიწყო არა და. კარგად გავა. იცი რომელი მეთოდი ჩემი თავი დავინახე. ჩემ ადგილას მოგინდა ხო? რომელი მეთოდი არის, იცი, კიდე შეიძლება ისწავლო აი ისეთი სიტყვები, რომლებიც არავინ არ იცის რა. აი ზღმარტლი არავინ არ იცის, ლაჟვარდოვანი და ხო, ისეთი სიტყვები უნდა ისწავლო, თურქებსაც რო გაუკვირდა. ვერ მიხვდნენ რა ენაზე და ლაპარაკი. შენ უთხარი რომ აპლიკაციაში ჩახედეთ თქო. სტარბ შეუხრელი. კი ბატონო. კაცი წაგვექცა ნახე ოსკარებზე. ვინ კაცი წაგვექცა? ტიმოთი შალამე რო წაიქცა ოსკარებზე არ ნახე. არ მინახავს. ტიმოთი ვერ მოიგო. რაღაცა შეიძლება მოიგო იქ ხოლით რამდენი ოსკარი იმასავით არის. მეგასავით ყველას აძლევ. არ არის ეგრე. უი, დოკუმენტური ფილმი მოიგო Mr. Nobody. რუსმა მასწავლებელმა. კარგი არის სხვა შორის მე ვნახე და ცოტა შეგეშინდება, მაგრამ მე ნახე 3 ფილმი და არც ერთი არ მომეწონა. ოსკაროსა. რა და რა ნახე. გიორგი ჯანელიძე versus ამერიკის კინოაკადემია. ამდენი ვიდეო აქვს. ერთი ბრაზილიური ის თამაშობს ნარკოსში ვინც არის ესკობარი ის კაცი. ხო. აქ დადებითი. ერთი მაროკოში რეიუზე არიან ხალხი და გაუბედურდებიან და ერთი რეკორდსმენი 16 ოსკარზეო წარდგენილი. სინერსი და ვერა იყო ბევრი, ძალიან ცოტა იყო 16-დან, მაგრამ ის 16 რეკორდი. და არც ერთი არ მომეწონა. სათქმელი არა აქვთ. შენი საყვარელი ოსკაროსანი ფილმი აიღო. შონ პენმა აიღო მამაკაცის მეორე ხარისხოვანი როლი. შონ პენმა თუ შონ პენიმ? ხო, არ ვიცი რომელი ოქრო. შონ პენ თუ შონ პენი? შონმა აიღო. ხო, შოპენმა. ნუ აი ვიკავ. ერთი ხო აჩუქა ზელენსკის რო ჩავიდა და დაუტოვა და ეხლა მეორე აიღო. ოღონდ არ იყო იქ და წაუღეს. ხო, არ დაესწრო, ხო? ისე პროტესტის ნიშნად თუ მე მგონი, იმიტომ რომ ადრე თქვა რომ რაღაცა უნდა ვთქვათო და ამ მომთან ეხლა დაკავშირებით. კიევში იყო მგონი. თუ ის ძველი ფოტო დადეს. ალბათ ამის გამო ძველი ფოტო დადეს რა.
ეხლა მეორე ოსკარს მისცემს. ზელენსკის უფრო მეტი ოსკარი ექნება ვიდრე ვიღაცა ცნობილისათვის. ვიდრე თვითონ ჯონს. მე ის ფილმი მომწონს. ქართველი რო თამაშობს ბახტაძე? ისა. შეჯახე. ქვევრი. ღვინის ფურდე. ეგეც კარგია. Crash. კაი ფილმი. მართლა კაი ფილმი თუ გინდა. ნახე ამერიკის კინოაკადემიას. და მაგან აიღო ოსკარი? კი. რამდენიმე წლის 2004-ში. რამდენი 22 წლის. 22 რამდენიმეა? 60,000-ია ბევრი. არის ძიეკ შკალა შენ არა გაქვს? რამდენიმე 10 წლეულის წინ კი. ათეულობით წლის წინ. დათო შენ რომელი მოგდა? მე არც ერთი ამერიკა როგორც ჩამოვთვალე ქვევრი ოსკაროსანები დანარჩენები მომწონს. ჩამომითვალე რომელიც ნანახი მაქვს გეტყვი რომ მომწონს თუ ტიტანიკი. ნანახი მაქვს არ გიждები მე უფრო ომზე მიყვარს კინოები და არა სიყვარული. რიგითი რაიანის გადასარჩენთ რაღაც სპეცეფექტებში რაღაცა კარგია. წვრილი წითელი ხაზი. ძალიან წვრილია. მაშინ ძველი ტელევიზორი ქონდა. შეიძლება გამომწა. ხაზე ვიცედაც ქონდა. შეიძლება გამომწა ეგ რო გადიოდა ეს წვრილი ხაზი. Forest Gump-ი. აი ძალიან მაგარი. ომზე რო არ არის? ერთ-ერთი. არის როგორ არის ვიეტნამის ომის ნაწყვეტი არის. კი, მე ომზე რა უფრო იმ გაჩერებაზე არის. ავტობუსის გაჩერებაზე. ომზე ითვლება. კიდო მითხარი. მე ფილმი არის გაჩერებაზე, ომზე, პინგ-პონგზე და თევზაობაზე. სირბილზეც. სირბილი მთელი სირბილზე და წვერ გაუპარსაბობაზე. ჰიგიენას. ესე აღიქვა. ეს ფილმი ესე მოსწონს. ქართველები არ ვიყავით წელს რა. არც სომხები, შარშანხო სომხების ეს იყო ბენეფისი. არც აზერბაიჯანელი. მიყევი კიდე ირანული ფილმი. აიღო ირანული. აიღო და სცენარისტი დაიჭირეს. ნუ ეხლა ეგ თავისთავად, მაგრამ შეიძლება იმას მაინც დაიჭერდნენ და უსწრებით ვერ აიღო. არა მგონია, რომ არ წარდგენილი ვერ ყოფილიყო, ვერ გაიგებდნენ და არავინ მიაქცია. ხომ არ წარადგინეს, დაიჭირეს და ვერ აიღო. შეიძლება ეს. აგიკურად განვითარებული. ანუ ეს წარადგინეს, იქნებოდა ჩაუშვეს. გადავიდეთ ახალ ამბებზე. მიდი. კატეგორია ჩვენი რეგიონები. 27 თებერვალს მოსული ნალექის შემდეგ კასპში ინტერნეტი გაითიშა. ინტერნეტ პროვაიდერები ორივე გაითიშა თან, სილკიც გაითიშა და მაგთიც გაითიშა და უფრო საინტერესო იქნებოდა დიდი წვიმებში და კასპში ინტერნეტი დალბა. ეს ახლა გაწყვეტილი იყო კაბელი წავიჭრა კონტაქტი აღდგა. ჩემი აზრით კომპანიები კი არ გააკეთებ რაღაცა ისეთი მოხდება რომ თავისთვის აღდგება. გახმება ეს გვალვის ორკვირიან გვალვის შემდეგ ინტერნეტი აღდგა. ეს გაშრა ის გამოჩნდა და ისე უკვე თავარი აღდგომას არ ჩართონ ახლა ინტერნეტი. და ვიღაცა იღებს და იძახებს ინტერნეტი აღდგა. გადამიდები. აი როგორ უნდა შენ რო რაღაცა დებილობას იძახდი. ვა, კლიპსი გააცოცხლა. შვებულება გქონდა კლიპში. ბიულეტენზე იყო. დავასწრენე. კიდე შეიძლება დაემთხვა და მან ხო ის ქალი ცხოვრობს ხო, მაშინ რო გადაჭრა. პერიოდულად რომ ხო, რაღაცას რო თოხნიდა და რო გადაჭრა მთელი კავკასიის ინტერნეტი. არა მგონია მას მე რაღაცას ჩასვავდნენ. ეხლა მაგარი იქნება. ის ხალი კიდე ცხოვრობს ცოცხალი თუა. პუტინის დედა არის. მაგ სოფელში ხო, გაქრა ინტერნეტი და ეგეც გასათვალისწინებელია. იმიტომ რომ ხო რუსეთშიც ახლა დაიწყეს ჩაკეტვა ინტერნეტი. ხო და ის ხო არა რომ პუტინმა დაურეკა დე. იქ კაბელია და პირირეშ. მაგდონეზე თუ აპუტინი მისული. ამშენებულ ვარ. ესე დეთი მიმარდავს ქართულად და მე პელი. მამ და მან გადათანა რა. დასინოკ მე.
არა, იმან თქვა რომ გამოვაგზავნიო ვიღაცებს და გადავაჭერე. არ გინდაო აქ ვარ და მე თვითონ გადავცეხნიო და დრუსა და გადავცეხნი და გადაცეხნა. გადაცეხნასა და ჩვეულებრივ გადაჭერას შორის რა გაუშვია? გადაცეხნა არის თოხით რო გადაჭრი. და გადაჭრა არის დანით, მაკრატლით, კუსაჭკით, ბრტყელტუჩათი რა ვიცი. სეკატო. თოხით არის გადაცეხნა. ბარით გადახურხნა. რა შეუშლის ეხლა? ისა ფეხს რო წამოდებდა გაწყდება. ცელით წელით გასყება. წერაქვით მიბურჯგნა. ზმნების წარმოებაში. ან თვითონ იმას ზმნებს რო იბარებდეს რომელიმე ორგანიზაცია. შენ იქნებოდი აი შენ ზემდიდარი არა. სახელმწიფო სუბსიდია. ხუზენი და ზმნები. სხვა იბარებთ ნებს და ზმნებს. აი რაში მიუტანდა რა 30 სანტიმეტრს ზმნებს. იაფათაც რო იბარებ მაცხობს. რუსეთის ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო სოციალური ქსელების მომხმარებლები რომ გადაიყვანონ სხვა მესენჯერებიდან მაქსში. ეს მაქსი მაგათია. რაღაცა გააკეთეს ახალია თუ არა არ ვიცი, მაგრამ მაგათია. და ეს აპლიკაცია სავალდებულო გახადეს სახელმწიფო მოხელეებისთვის და ბინათ სამხანაგობებისთვის რა რომ ჩათები მანდ გააკეთონ რომ მანდ გადავიდნენ WhatsApp-ი და Telegram-ი ისედაც შეზღუდული იყო ანუ სიჩქარე დაგდებული ქონდათ და ეხლა ფიქრობენ რომ საერთოდ გათიშან მაგარი საბაბი აქვთ რა Telegram-ზეო და WhatsApp-ზეო ნგილაპარაკებთ მადო ვერ გისმენთ მარტო ვერ გისმენთ ვერ გისმენთ და სხვები გისმენენ და მაქსზე გადადითო მანდო საკაიფოდ გისმენთო და გადადის ხალხი რა ქნასაბა მე ვნახე ვიღაც ბავშვის ვიდეო როგორ არ მოგვისმინონ ამ მაქსით ეს არის მე-4 კლასელი ბავშვის გადაღებული ვიდეოა თავისი მობილურიდან როგორ ამოიღო კამერა მიკროფონი ყველაფერი ამოაძრო რომ ვერ მოусმენ მოწყვიტა ხო გახსნა და ისინი რაღაცა ჩიპების რაღაცა ეგენ თუ ამოიღო თვითონ როგორ ილაპარაკებს არ ვიცი აღარც ილაპარაკებს არა და შესაძლოა ვერც მოусმენ თავარია ვერ მოусმენ დრას იღებდა არ ილაპარაკოს კომანდა ჩართული რომ მაინც რაც ლაპარაკობს ეს მე-4 კლასელი ბავშვი ესე რომ მაქსში წინ დახვდეს შენ გაქვს მაქსი გადმოწერილი შენ ხო ყველაფერს იწერ მაქსი არ მაქვს ეხა გადმოვწერ რაღაცები რაც მინდა რომ იმათ მივაწვდინ მაგისტრის გეკრება მაგისტრის მეკნება მაქსი მოდი შენც გადმოწერე და რაღაცები ერთმანეთს ველაპარაკოთ ესეთი ანუ იმის მზე დეზინფორმაცია გააკეთა პუტინი შენთან არის იმის მზე ჩაესვენა არ მქონდა გადმოწერილი და რაღაცა რისი მიძგებდა რომ არ გადმომეწერა და ესე იგი სწორად მეუბნებოდა ინტუიცია რისი ტელეგრამის აი მირკი ქონია გადმოწერილი იმის მზე ჩაესვენა ჯერ არ ჩაესვენა კაცო ხმარობს უამრავი ხალხი ძირითადად ეგ რეგიონი ხმარობდა და შეუნელეს არა სხვა შორის აბა საფრანგეთში რატო დაიჭირეს მაგის დამფუძნებელი საიდან იყო დამფუძნებელი რუსია მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს საფრანგეთში დაიჭირეს იმიტომ რომ ფრანგები ხმარობენ ნარკოტიკების გასაყიდად და რაღაც ესეთი ხო და ნარკოტიკების უკრაინაც ფიქრობს რომ შეზღუდოს Telegram. არავის არ მოწონს, ეგეთი რამე არ მიახია. ყოველთვის არის ხოლმე ერთს მოწონს. ახოი, Telegram-ზე მომწერე რა. მარტო მე დავახოდავ რჩი. არა, მე თუ არა, მე ნიუსებს უყურებ. ხო, ნიუსებისთვის მისწრება. შემდეგი კატეგორია ნიუსის არის კატეგორია, რაც ყოფილა იგივე იქნება და რაც მომხდარა იგივე მოხდება. ესე ქვია კატეგორიას. არის იმიდან. რუსეთში მაგარი იქნება თვითონ ნიუსი, რომ სახელზე პატარა იყოს. არა, რუსეთში კვლავ ბრუნდება საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინსტიტუტი, გამოსაფხიზლებელი. რუსულად ვიტრიზვიცელ. ბიჭო, აქ იყო სადაიცი ვაგზალთან. ფიროსმანის ქუჩის კუთხეში იყო ვიტრიზვიცელი. და იყო ხალხი მიყავდა? როგორ არ მიყავდა? კი, ქუთაისში იყო და მე ვერ მოვესწარი, ანუ შეიძლება ჩემ დროს უკვე ეს იყო, მაგრამ მსმენია რომ, ანუ ერთი იყო რომ იქ მიგიყვანდნენ რომ იქ გამოფხიზლებული ყავი და ქუჩაში არ გებოდიალა, და მეორე იყო რომ ცივ დუშს ასხავდნენ რომ გამოეფხიზლებინო, თუ ეგ ლეგენდაა. პროცედურები არ ვიცი, ვიცი რომ ერთი
ბიძაჩემის მეგობარი მიიყვანეს და ჩააბარეს. ჯართია თუ რა ჯართია. ტყემალი. თრალი ქუჩაში მოსერული ორი ადამიანი, ეს ბიძაჩემის მეგობარი და მისი მეგობარი ჩააბარეს და იმათმა თქვეს, რომ დაგვარეკიო თავის ფულიან მეგობართან დარეკეს, რომ გამოგვიყვანებ, იმიტომ რომ იქ რომ მოხდებოდი სამსახურში წერდნენ წერილს, რომ თქვენი თანამშრომელი და თან თურალი დაბოდია. დილამდე არ გიშვებდნენ, სანამ მართლა არ და გამოგხსნით. მივიდა ეს და უთხრა, რომ 100-ს მანეთს მოგცემთო და გამოუშვითო. მათ სტაპს. ხო, სტაპს, მაშინ ყველა იღებდა ფულს. იმათ მოუწეს არა, 500-500 მოგვეცით. ამან 100-ზე მეც არ მოგიმან 500-500-ზე ნაკლებს არ ავიღებთ. მაშინ დავლიოთ. და ეს უფროს ელაპარაკება. თქვენ ამ ყავთო ნახიო, ვიში ვიხდიო 100-ს მანაცო. გამოიყვანენ თო უბრალოდ. გამოიყვანეს და აი ხა მე ხო გაძლევდი 100-ს. ხვალო დილას ესენი ბაზარზე გაიყვანი 1000 თუ ვინმე მოხს. ჩემიც მაგაცები არიან და იმიტომ ვიხდიო და 100-ს მანეთად გამოუშვეს. და მე მთელი ცხოვრება ეს იმათ აყოდილა 100-ს მანეთად მყავს ესენი ნაყიდები. ბიჭო, ვინც ჩააბარა იმან მაყუთია იყო? ბიჭო, არ ვიცი. მე ვიცი რომ ანუ ის დადიოდნენ უბნის ინსპექტორია და ეგეთი. უბნის ინსპექტორის გარდა იყო ესეთი დრუჟინიკი ერთხო. ხო, აღარ მახსოვდა ეს. სამორი წითელი ისინი რო წითელი სამორი თრალს თუ ვინმეს დაინახავდნენ, ხან გამკაცრდებოდა ესა და ბევრს გამოყრიდნენ ამ იმებს, ხან დაიკიდებდნენ. ხო, ისეთი დრო იყო რა. და რითი იჭერდნენ აი ძაღლებს რო იჭერენ დიდი ჯოხით და უკან რო არა, ქეჩო. კეჩო. და რომ ორი მთრალი კაცის მორევა ეგრე ადვილი არ არის და. ბიჭო, ისინი ბევრი იყვნენ. ეგეც მორევაზე იყო. მუტრუკი მთრალი, ორ ეგ დრუჟინიკი ჩააბარებდა. შეიძლება მოტყუებით, წამოდა გავაგრძელოთ. ჩემთან გავაგრძელოთ. ყველამ თვალი კი არ მიყავდათ. როდა ინახავდნენ და ძირს აგდია და არ გაიყინოს და რაღაცა ეგეთი ხალხი მიყავდათ. არა, ისეთებიც მე ვინც ბუინობდა, ხან გამოიძახებდნენ ვიღაცა მე მთრალები არიან ჭუბობენ და მოვიდოდნენ პოლიციელები და მთრალი სადღაც წაგეყვანა, მიყავდათ ოჯახებში კი არ არიგებდნენ. ხო და მაგის აღდგენ აპირებენ კი არა აღადგინეს და გამოწვეული იმით რომ მოიმატა ძალიან ალკოჰოლით ალკოჰოლის მოხმარებამ და შესაბამისად ამ ადამიანებმა და თან საჭიროება გაჩნდა. ხო, იმიტომ ბევრია ვინც ომიდან დაბრუნებულები სვამენ რომ ეტყობა სტრესი და მე დათოს ექნება სიმთვრალის ბევრი ზმნური ფორმა. დათვრას ფორმა. ხო, მაშინ ისე უნდა მივყვეთ, იქ ხო იყო რაღაც ბარი ცელი, თუ ხარ უნდა მივყვე იმითი ვისკით დამთვალს რა ქვია, ღვინით დამთვალს, არყით, ტეკილა. ეგ ორი დღე რო სვამდა. ხო, გააცვლის ფორმები. არა, მე მარტივად გაილეშა, გამოცხვა. ესეთი ფორმა. გამოცხარი რომ უკვე ძინავს, ხო? გამოცხვა, არა, გამოცხვა გამიგი, აი კარგად რო გამოიძინებთ რომ ხო. ეგ არის გამოშვინდილება. აი გამოშვინდილება ის არის ნაბანაები რო შეწვევი. ერთი ზმნა. ვაფშე წავიჭირე, ნახე. ხო, კი. ისიც არის, ესეც არის. მე ის და თავის წესებია როგორ. ომონიმები არიან. შემდეგი კატეგორია წყალქვეში. რატო ესეთი მოკლეს ათაური? და ვიდეოა, ნახე? ვა, აღმოჩენს ახალი სახეობა ფროგფიში. ბაყაფთევზა. ხო, რომელიც თევზია, მაგრამ დადის. ბიჭო, რა საყვარელია ეს. სულავს ნახე. სულ არის ის და დადის. რაღაცა პინგვინი რო ფრინველია ეგეთი. ასევე ნესტრის მსგავსი ორგანო აქვს. და კუდი აქვს, ნახე? თუ რა არის? ეს წინა არის. ის არის. სკვირია, ხო. ეგ არის ხო რაღაცა ის არის საჭმლის ხო, იტყუებს. ენასავით რა ეგველი რასაც აკეთებს. ან იტყუებს რაღაცას. იგე შეიძლება. ის ხო არის? ეგ ხო სიღრმეში ნატურალო. ან ანტენა. Wi-Fi ისიც. ისეთი რა. ნახე აქ შეკეცილი აქვს. რა, ფეხები? არა, ის ანტენა, Wi-Fi. ხო. ანუ ისეთი ანტენა რა ხელსო დაარტყა და ჩადის. ისე რაღაცნაირად დადის, სულ გონია მალე თუ არა მოძრა წყლა შეიძლება დაიხრჩას. ხო, რაღაცა ეგეთი. აი გამოხსნა. რაღაცა ხორჯოს გავს. აქ ერეგირებული აქვს. ანუ შენაწყვეტი რომ ანტენა არ არის და სხვა რამეა? ანტენასაც სხვა რამე უდევს პირში. სხვა ზმნა თუ არის, ეგ იმას ეწოდი. არა, არ გიჩი. მეზმნეს. ზარმაცი თევზი პირველად ნახე.
არ არის რატო 1040? ინფორმაცია არა, გოთია, ეს არის თევზები რომ ამოვიდნენ ამფიბიებით და ვისაც არ დაევასა რომ ჩავიდნენ უკან. უბრალოდ ეს ფეხები დარჩათ რა. ინფორმაცია ეს არის უნიჭო დაცურა. ბიჭო, მას რაღაცა საცოდაობა ამდენი ხანი ოკეანის ცხოვრება და ზურვა ვერ ისწავლა. აბა, ჯანი უნიჭო. სამი თვეა დადის. აუზე. უნიჭო თევზი. ბიჭო, ნახე იმას თან ის ქონა ზურგზე. მე მგონი სხვა თევზია. შეიძლება დეგამამალია. ის ეშლება ეკეცება. ანტენაც ეშლება ეკეცება და მე მგონი ეს არის ანტენას რომ გამოკაჩავ, ისინი იკეცება. ან ის როგორი სათამაშოა, იცი? ესე რომ გამოკაჩო და ქათამი რომ დადიოს. აი ხა ნახე, იმას რომ გამოყოფს ეს ეკეცება. დასაკოქი თევზია. ხო, დასაკოქი თევზია. აი ნახო, ბიჭო, ნახე ეს გამოკაჩული. მოეკეცა. არ ყოფნის, კანი არ ყოფნის რა. იმას თუ წამოწება, ეს შევა. ეს შევა, კი. მოგე მიუხვდით. კი, კი. მეცნიერება ბიჭო. ჩვენი საქმე არის მეცნიერება. კატეგორია ვიდეო შედარება. ერთი ანონიმი მაყურებელი გვიგზავნის ვიდეო შედარებას, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი რეგიონი ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ვახ. და ეს სიპზე. ბიჭო, ნახე. აი ხომ გახმოვარ, ყველა წესი თუ ნაგადვა არა. ვახ რა მაგარი. ბიჭო, ეს შემთხვევით დაამუღამა თუ იმენა იჩალიჩა? ეთყობა იჩალიჩა, შემთხვევით რატო დადებდნენ? არა, შეიძლება დაადო და გამორთული იყო და მე ვიღაცამ ჩართო. და ხო ესე. ჩართო და რეაქცია ყურადღება და გადაიჭირა. აბა, რატო უნდა მოგივიდეს თავში და რომ მოდი ახლა საუნდტრეკის რაღაც დავდე. და ვენტილატორს ვატრიალებ. ვახ. კი, მართლა ესე გამოიყურება ჩვენი ის რეგიონი. არის სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. სამი ტუალეტის გაღავთ. და ის ვენტილატორები სოფლიო პოლიტიკა. უფრო იმას გავსვი. ვახ, ბიჭო. ერთი სახში უნდა ვცადოს. ანუ ბევრი სადაც ის მე გადაუღე და გამოგვიგზავნე. შემდეგ გადაცა. 4 და კლიფს დადებ. დაუდება რა გჭირდება ამისთვის? თვალის გაღალი და ვენტილატორი. ვენტილატორი მაქვს უნდა თქვა. ვენტილატორი კი მაგწეთი არა. ვენტილატორი მაქვს. ამას სპეციალურ ტუალეტს გაღავთ ხო, ვიცი. და ვენტილატორიც. მე კონსულტაციას უნდა კითხო, ისთვის კიდე. ვენტილატორისთვის რო თვალის გაღალდი მომწეს. ეს იყო დღესაც ახალი ამბები. ტრადიციულად სტუმარი გყავს. კარგი და დღევანდელი ჩვენი სტუმარია ბიძინა გუჯაბიძე. გამარჯობა. მოგესალმებით. როგორ ახარ? როგორ დამისახურებია ისე კარგად მეც ვა. და ისე რა ვიცი ხო სიტუაცია დღეს 4 საათზე ხო უთხოვე მოდი თქო. მოვდივარ და ქვემოძის. მე ვთქვარ ბიძინა დაგვიანება არა ქვემოთ. ჯერჯერ დაგვიანება არ მიყვარს და ადრე მოვიდიო და დამრჩაო სახში ტელეფონიო. რომელზეც მივწერე მისამართი. და ისო რა ქვია, ბარათიც ვიღაცას ვათხოვეო და ვარ 90-იანების ადამიანი. ალტო გეშიფული და სხვათა შორის ჩვენ შუქი არ გქონდა რომ და მე 44 მახსოვდა დაგიწყეთ აქო ძებნაო რა. ეხა ზემოთ ყველა გავიცანე. ყველა გავიცანე თქვენი მეზობელი მაგრამ ისე უმეტესად ისეთია, ის აშინელი აპოკალიფსური სიცარიელე რა. არავინ არ შეკეტილი, ყველა შეკეტილი. ერთ ადგილას იყო რაღაც პატარა ფურმარი და გაშლილი მარტო მიმპატიჟეს მაგრამ. სადა მითხარით. ეხა მეუბნებით ამას. რაღაც ესამე მე-4 თუ მე-2-ზე აღარ მახსოვს. ბევრი როია და მე იპოვა წარწერა კარებზე და დავწყანდი და ჩავიდა ქვემოთ. ჩვენ ასე არის რომ გიდი 10 წუთით ადრე უნდა იყოს მზად და ელოდებოდეს სტუმრებს რა. მე მართალია სტუმარი ვიყავი, მაგრამ ეს გიდის ჩვევა. ხო, გიდი ლობიანზე იყო გასული. აუცილებელ საქმეზე არ არის ყველაფრის გარშემო პროცესი. ისე რა გაგაფრთხილეთ რომ ჩემი ასეთი მაშინ ასეთ სახალისო გადაცემაში მოყვანა არ ღირს რა. რა ამ საქმე. პირველი გურულია ვინც ამას იწევს.
რა უმეტესად საშინელებებზე ლაპარაკობ რა ერთხელ ეს ახლა გამახსენდა რომ ეს პირველად დახმარების რაღაც კურსი ქონდა რომელსაც ჩვენთვის ატარებდნენ ან ჩვენ უნდა გამختارიყავით მასწავლებლები და ექიმი გვიტარებდა და მე და ჩემი მეგობრები და ახლა ის საშინელებებს უყვებოდით ამ შემთხვევებს რა რომ ეს რო დაგვემართა ეს რო იხსენებდით რაღაც ამბებს რომ ექიმს გული შეუწუხდა. აი გათავიდა მან. გული ისე შეუწუხდა რომ ჯერ პირველად დახმარება არ ქონდა დასწავლები. გეშმედა. აი მოსმენა აღარ შემიძლია. ეს კიდობის ამბავში გასაგებია რომ თავმჯდომარეები დაგყავთ. მაგრამ ეს თავმჯდომარეები პროფესიონალები არიან ხოლმე თუ მოყვარულები შეიძლება რა იყვნენ? დიდი? არა, ვიც მიყავ. არა, ეს არა აქვს მნიშვნელობა. ეხლა ის რეკლამას ვაკეთებ. ახალ ეტაპზე გადავდივარ და ვანებებ თავს ევროპელებთან, საერთოდ უცხოელებთან მუშაობას უმეტესად და ქართულ კლიენტებზე გადავდივარ. ნებისმიერ ისაც უნდა, სადაც უნდა. უკვე მყავს უშბის კლიენტი სტუმარი. ხო, მაგრამ უშბაზე რაღაცა უნდა იცოდეს, ხო, ჯანელა ვერ წამოვა. მომზადებ, გასულ იმაშიც ფულს გადაიხდის. ხო, ეგეც არის, ხო. რამდენ ხანში არ არის ადამიანი მზად, და გიორგიზე იმიტომ ვიძახი, რომ არ დადის მთაში და რამდენ ხანში გავიხარდება რა ეს. რამდენ ხანში შეეძლო. არა, ისე სერიოზულად. სერიოზულად რო ვთქვათ, რაღაც ისე ჯამრთელ ოდნავ სპორტულ ადამიანს ერთი ორი გასვლა, ორი-სამი გასვლა მაინც დასჭირდება. ეს ოდნავ სპორტული რომ მოვაკლოთ. აი, დათოც ჩაერთო. და ჯამრთელს თითქმის დავამატოთ. ერთხელ ყავდა ეს კლიენტი, ეს იყო სტუმარი. კლიენტი შეურაცხყოფად იღებენ რა სტუმარი გერმანელი რევიზორი იყო რაღაც ეგეთი. ჩამოვიდა ბევრი ბარგი და ამბავი ვეკითხები და მე ერთხელ დამეკარგავას ჩანთავ სახჭურილობაო და ეხლა ორ კომპლექტად ჩამოვიტანა ყველა. ჩიხიათ დატოვა ჩემოდანში. ჩამოვიტანა, ჩამოვიდა, ჩამოყვა ყველაფერი. ავედით უშბაზე, თან ბევრი ბარგი აქვს, იმაზე სვანეთში ორი სამყავს ასისტენტი ჩემი, კიდე მეგობარი ჩემი, იმათ წავიყვანეთ მზიდავად, იმას უხარია რომ აი პლატომდე მე წამოვალ რაღაც სვანი რა და გავედით. ამას მონადირეების ღამისათევი ქვია, პატარა დღესავით არის, ბალახი და მთავრდება და გადავედით მორენაზე. უცებ ერთი ნახევარი საათიც არ გვივლია და გაჩერდა ეს კაცი და ეს რა არის? ესო მე ვთქვა ეს მორენა. გზა სად არის? გზა რა არის? გზა უნდა და არაო მე სადაც ყოფილი ვარო აი კილიმანჯაროზეო, რაღაც ალბუზეო, მასეო აკონგაგუაზე იქო გზა იყო. მე ვთქარი იქ დღეში 200-300 კაცი დადის და აქ წელიწადში 2-3 კაცი თუ გაიგე არა მაშინ წავედი სახლში და ნუ ძალიან შევწუხდი როგორი გზა უნდა და ვთქვათ რომ ტაქსი რო გააჩეროს და უკარო ჩავ რო ჩანდეს რო გზა და ძალიან შევწუხდით რა და ისო არა ფულსო ვიხდიო მოკლედ ეს იყო ყველაზე კარგი კლიენტი რა ასე ის რომ მოვაცილოთ ოდნავ სპორტულობა აი ეგეთი კლიენტი გამოგეგზავნა ჩემთვის მაგას ავიყვანდი ბახტრიონის მთაზე დონიციდან დავიწეროთ თული მარშრუტი ყველაზე კარგი კლიენტი ფული გადაიხადა აჭარასთან გადამიხდი და ფულს და გავუშვებდი ვაგზნისკენ. გზიან მწერლებში ალბათ მყინვარი შედის, ხო? ხო. უშბას არ უხდება წავედი სახლში. რამდენი გავიგაკ ჩამოსავლე. ისე რო დაიწყო რომ ორი ბარგი ჩამოიტანა სულ რა მეგონა ისე წავედი მთაში და ის თავის დაკარგული მესამეც იყო. ეგ უნდა ჩამოსვლა. იმართოს აქვს ისა ისრები თუ რა არა, ნუ ეგრე არ არის, მაგრამ ბევრი ხალხი არის. არა, ხალხი ბევრი არის, მაგრამ ესე მარტივიც არა. არა, ხო, ეს ნამყოფია. და ესენი ნახევრამდე არიან. უჩემოდ. მე იმაზე ვარ გერგეტის მონასტერი. მოკლედ კარგად დაგიწყია. პირველი კლიენტი მყავს და თუ გადაწყვეტ, მოკლედ იცით რა ტელეფონი გაქვს. კი, 120 კილოს ატანა შეგიძლია.
არა, სხვა შორის არა, სხვა შორის სხვა შორის ბარგი აქვს ცხენებს მეტეონდე ცხენს აქვს. არა, უშბაზე იწახეს. ახლა უშბაზე ნუ არა კაცო მეტეოზე ვლაპარაკ, იმას ყინვარზე ვლაპარაკობთ. ყინვარზე ჩქაროსნული ასვლა მაგას გარბენ ახალგაზრდა ვიყავი. ხო, ეგ არის როცა რაღაც სხვა დიპწერალზე მიდიხარ და მოსამზადებელია, ხო? არა, როგორ იყო ეს იმაზე ტიანშანზე მუშაობდი რა და იქ ისე მოხდა რაღაც ერთი თას რო ამზადებდით ხანტენგრის ამ თას მომზადება კომერციულად როცა კეთდება ფიქსირებული თოკები მაგდება ნუ გიდად მუშაობდი და თოკებს რო უკიდებდით მაშინ ავედი მე მეორეჯერ კლიენტი ავიყვანეთ აი ერთი იაპონელი თანსროლი ქალი იყო იუნკო ტაბე იმას ყავდა ჯგუფი და იმას ვეხმარებდი პირველი ქალი იყო რომელიც იმასე ავიდა ევერესტზე იმას ვეხმარებოდი და ამ დროს გაირკვა რომ ტარდებოდა ეს შეჯიბრი ჩქაროსნული არბენი ამ იმაში იყო 93 იყო მე მგონი 11 აღარ მახსოვს არბენი არა იმას ხანტენგრიზე ბანაკი არის 4100-ზე თვითონ მწვერვალის სიმაღლე არის 7010 მეტრი და ბანაკიდან გარბო და მიიღეთ რა თქვენს მონაწილე ლიფტი არის მე მზად ვიყავი და მაშინ ვირბინე რა ზევით ქვევით მე 5 ადგილი ავიღე და 3000 მეტრი აირბინე ზევი 3000 მეტრი 3000-ია ვერტიკალი რა და ვირბინე ჩამოვირბინე ნუ ჩაულებრივ მაგასვლას უნდა ასე ვთქვა აკლიმატიზირებული როცა ხარ 2-3 დღე 4 დღე და რამდენი ხანი მოანდა მე 15 საათი და 20 წუთი 15 წუთი მეგონა იმას 15 წუთი რა გასა 15 საათი გადმოხტო აქეთ მხარეს ესე ზევით ქვევი და მე აქ რო ჩამოვედი მაშინ იყო ზევით ქვევი 15 საათი ხო აბა ეგ იცლება აქ რო ჩამოვედი დიდი ალპინიადა იყო იმაზე 93 იყო გამახსენდა იმის ქართული ალპინიზმის ამდენი გამოდიოდა 70 წლის თავი რა და მაშინ თქვი რომ ალპინია ბევრი ხალხი რო იყო და დავამთხვიე და ისე წავედი რომ ესენიც ყოფილიყო ანუ მე რო ავირბენდი ეს ხალხი 150 კაცი იყო გაწელილი იქნებოდა მთელ მარშრუტზე და რაღაც გამხნევება მაყურებელი მაშინ ეს არისო ვიდეო და რამე და თან წყალს მომაწვდი საჭმელს მომაწვდი და რაღაც დაცვაც იქნებოდა რა და მოგდა რომ გავიქეთ სიქვევიდან მეგობართან ცხოვრობდი დრო დამინიშნეს გავიქეთ საიდან ყაზბეგიდან ეს თქვა იაგორა კაზალიკაშვილის მუზეუმის არის იქ სახლში ცხოვრობდი და მეგობარი იაგოსთან და რო გავიქეთ ფანარიც არ ქონდა მაშინ არის ფანარი ემზიმნელში სამთლი არა დაჟინებული კეძე რო იქ თუ დაღმარჩი მოგლეთ კეძი არ დაიკარგები ანუ გადავარდები დაგარგეთ არ დაგარგები ვივართულება და რომ მეტეოს რომ მივახლოვდი გამოვიდა ვიღაცა ეს მეგობარი ჩემი და აღარ მიდივართ ვიღაცა ცუდად გაგვიხტავ და მარტო ეხლა უკვე ნახევარგიზა ნარბენი მქონდა და გავაგზავნე მარტო და ჩამოვედი და რამდენი ხანში აირბინე 12 საათი 20 წუთი აირბინეთ ყინოზე და ჩამოვედი ქვევით აირბინე სიგარეტი მოწექა ამ თებს სახელს ვინ არქმევს უსახელო მთაზე ვინც პირველია ის არქმევს თუ არ არის ხო ეგეთი ის არის რომ არქმევენ ხოლმე მაგრამ ვისაც უნდა სურვილი ვისაც აქვს მე არ მიყვარს ეგეთი ისა ალბათ რაღაც არის რაღაცა მთელი ფული რომ გადავიხადოთ კი შეიძლება არჩიეთ თა და აყვანა ჩემზე იყოს და სახელი თქვენზე კაი მთები საით არის იმაში პაკისტანი კაი უსახელო იქ იყიდება ესე იყიდება რა არის მწვერვალები ხო რომელზედაც არავინ არ არის ნამყოფი თქვა 6000-იანი 6000 წუთია კარგი სულ არ არის ეგეთი 6000-იანი არის რომელზეც არავინ არ არის ნამყოფი იქ როგორ არის რატო სუნია წუთი რატო არადია არა ინტერესი ხო უნდა გქონდეს ხო ჯერ დადიან მაღალი მწვერვალებია და ეხლა 8000-იანზე რომ მიდიხარ 6000-იანი აი მე რო იყავთოს ახლა ჩვენთან რო ახლა მოინდომა ვთქვა 2000-იან რაღაცა მწვერვალია გორაკი იმის აი ექსპედიცია არა
ჩემი სახელი რო დავარქმევინო გიორგი ჯანელიძის სახელობის იმალაიში რაღაც გიორგი ჯანელიძის ექსპედიცია ხოლმიკი. ჩემი არ კაი, ჩემი ძმაკაცის დაბადების დღეზე რო ეს საჩუქარი გაუღებინე. მაგ რაღაც პროცედურებიც იქნება, რაღაც შეიძლება გეოგრაფიულ საზოგადოებაში გარეგისტრირებ მეილს გავაგზავნე. მზად არა ვარ ამ წუთში პასუხის გაგიგები. ხო და ფული დადეთ და ექსპედიციას გავაკეთებთ ჩვენ. კლიენტებსაც მოგიყვან. მობეზდა ხალხს ეს ისა რა ქვია. ახალ თამაშობენ იმას. სეკრეტ სანტაში. ორა მოგორი საჩუქარი იქნება. ევერესტზე ორჯერ ხო 99-ში და 2020-ში. ორივე მხრიდან. ხო და ეგ 99-ში და 2003-ში. სამი ხო არასოდეს. ორივე მხრიდან ანუ რომელი ნეპალის მხრიდან პირველი ექსპედიცია, მეორე ტიბეტის მხრიდან, ანუ ჩინ დაპყრობილი, ოკუპირებული ტიბეტი. რომელი უფრო რთულია შესვლელი? ალბათ ახლავებით ერთი და იგივეა, ტექნიკურად ნეპალის მხრიდან ტექნიკურად უფრო ესეთი რთული არის და იქედან ჩრდილოეთის მხრიდან უფრო რთული არის, დიდი ის არის, ქარები არის, ძლიერი ქარები. და კაი ამინდის დამთხევა და ამინდის თუნდაც უნდა ჩაიცვა. მაგრამ სარეცხი მალე ეშლება. ხედი კაია, თუ ნისლია და ღრუბელია სულ ხოლმე. არა, სულ არა, კაი ხედია. კაი ხედი კაი ამინდი კი, მოგიწია. პირველი ასვლის დროს ესეთი მე ოპერატორი ვიყავი და ესეთი იყო, რომ უხელთათ მანადაც კი ვიყავი რამდენიმე წუთი. ის როდესაც წვიმა არის. ძიმა არა. ძიმა არ არის, მაქსიმალურზე არა. ხინება და თოვლია ეგრე. აი, როდესაც მაღვარვა ის. თოვლი ხო და ძიმა რაღაც სიმაღლის მერე აი თქვა კავკასიონზეც რაღაც ზევით არ არის. ცივა და ფიფქია, ან თოვლია. და შორს ხედა. ხედი კი მოკლედ ის გამრუდება ჩანს რა დედამიწის გამრუდება ხო ისო ჩანს ჰორიზონტი ისე დამოკიდებულია. დავამტკიცე. გეოგრაფიული საზოგადოება აი ჩინეთისკენ რო გაიხედო იმას დაინახა ტემუს ოფისს. კედელსა. მაშინ არისო ტემუს კედელი 2003-ში ხომ რაღაც ადგილი ხომ მაინც მოსწორებული. 99-ში პირველად გავიგეთ რომ რაღაც ინტერნეტი არსებობდა და რაღაც გვერდით ამერიკელების ექსპედიცია იყო და ჩვენ გაიგეს ასული ვიყავით National Geographic-ის ის იყო და მე რო ვიღებდი ეს კადრები ნახვა უნდათ და ნახეს რა ძალიან მოეწონა და იქ ვანახე დიდი ჩემოდანი იყო რა ვიცი ტელევიზორი რო გიდო დესკტოპად ხო გახსნეს და იქ ვიღაც ტიპები იყვნენ რომელიც მოძრაობდნენ და ხმა ისმოდა და გვიყურებდნენ იქიდან რაღაცებს გაკითხებოდნენ პირველად ნახეთ რომ ჯადოსნური სარკე საბაზო ბანაკში 5600. მაშინ ალბათ ესეთი პოპულარი ხარ რაღაცა არ ვიცი შეიძლება მაშინაც ეგრე იყო კომერციული საჩობები და არა, მაშინ არ იყო ეგრე, მაშინ კომერციული ექსპედიციები ძალიან ეს იყო ცოტა რა არ იყო. ჩვენი არ იყო კომერციული. ეხა ძალიან დიდი ამბავია. ეხლა რომ ვინმე რომ მომწეს ფული ვერზე წაადიო და ახაში ისე ალბათ დამეზარებოდა რა იმდენად აი ერთნაირები ვართ მე. ოღონდ ფულს მადლები ისე მომეცი. შენ ფული და ევერესტზე წადი რა არის რა მაიმუნობა. ხანი ხო არა მაგრამ ხო, იმდენად ისეთი უხერხულობა ეს ამდენი ხალხი და ძვირია ხო? მაგრამ ხო მართლა თუ ვინმე აპირებს ვარ ამღები ვარ. ძალიან ჭლეტვაა ხო ეხა იქ. არა ხო ძვირია მე როგორც ვიცი ან თვითონ მონაწილე სხვადასხვა ის არის ეხლა ჩვენ დროს სადღაც 7-8 000 საკმარისი იყო კაცზე და ეხლა
ემოცია. 800 ეს ჭამასმი. საუზმი. თუ საუზმი შედის გარავში. არა, კარაკი რო არის. მთელი ისა ექსპედიცია იქეთ აქეთ რა. ხო და თან მომზადება მაშინიზაცია და ყველა. ეხლა ერთი 30-40,000 არის უცოტა რა და ისე ადის 100,000. გააჩნია როგორი კომპოზიცია. როგორი კომფორტი, როგორი იგი რამდენი გიდი, რამდენი ჟანგბადი, ხა ჟანგბადი მქონდა 2 ბოთლი სულ რა, რაღაცა 6 ლიტრი. მეორადი ჟანგბადით. არა, ორი ბოთლი ჟანგბადი, საერთოდ კონიაკი. ბალონები მეორადი იყო მართალ ეხარ. მაგრამ ჟანგბადი ის იყო ნაღდი. და ან ეგ რაღაცა მე რაც მიახავს ან წინასწარ ალაგებენ ამ ჟანგბადს რო არა არა ის მოკლედ პროცესი ასე არის რა ხერხისებული ის აკლიმატიზაცია სადღაც მიდიხარ სასაბაზოში რომ მივედით ანყალებ და ეცემი და გეძინება ისეთ სიმაღლეა 5600 რა უკვე ერე შემასე გუები ასე თქვა საბაზო ბანაკს მე ადიხარ ზევით 6100-ზე ჩამოდიხარ მე ადიხარ ღამესათე კიდე ზევით გადაიწევ 7200-ზე იკვდები ჩამოდიხარ და ესე რა ნენერა ეჩვევ თან ამ ბანაკებს ამზადებ რა შენს ბანაკებს რომელიც შეიძლება მერიან ზოამაც აიყოს ან ჩაიმარხოს ყოფილა ეგეთ შემთხვევები ქონია ჩვენ რა ანუ მაზოხიზმის რაღაც ფორმა ცოტა მერიამ გაანგრიო და корпуსი აშენო. და ერთი წამარა და აი ამ ყვავებმა ის გვინეს დაგვიგლიჯეს ერთხელ ერთგვი იმაში რაღაც ყვავები 7000 ყვავები არ არიან რაღაც ყვავის მამიდაშვილი ბიძაშვილები ისე დიდები არიან ისეთი რომ გარეგნულად გვანა ესე ნისკარტები აქვს რა კარავს ჭამენ? იმას კონსერვის იმას ხრეტენ როგორ დათო ხო და საჯაროდ ნისკარტი ხრეტენ თუ აქვთ მოზაი არა ეგენი ნისკარტი კავანჭაზე აქვს ისა ერთი ეგენი ნისკარტი და დათვი რაც მინახი ამაში ღეჭავს ან ტორით დათვი რა არა იქ არა ეგ სხვაგან რა ჭაში და ზოოპარკში გაზო ამბობ და დაბლობში არასდროს გამჩნი ყვავებმა გააფუჭეს ხო იმიტომ რომ საძილები ქონდა ძალიან უხარის ხო ყირგიზეთში ნაყიდი ყირგიზული და ქათმის ბუმბულით იყო და აი რო წვებოდი შიგნით მოკლედ ლამი საკათმეში იყავი თითქოსთან გასდიოდეს ეს სუნი ხო კარგად არისო და ეს სუნით და საჭმელი ეგონათ და ბანაკს მიუახლოვდით და აი ბუმბული სულ რაღაც მოფანტული გამოათრიეს ესე დაგლიჯე. ო ეს ეგ იყო მანი პრობლემა. თაში რამდენი რამე შეიძლება დაგემასა ყვავი რო. ყვავი მიხევს იმას საწინათა. ო და იჭა ყვავი, მაგრამ დარჩი უსაძილეო დუკაროდ და ის ყვავი უნდა დაიჭირო გაკოტო და არიჭმევა ისაში არა ბუმბული შეტენ. მაგის დაზღვევა არის რომ ყვავმა არის. ყვავის კარგი საძილე უნდა კონდეს. და კარგი. ხო ანუ იმ თანხაში იგულისხმება ეკიპირებაც და ის ანძვირიღებს რა იმიტომ რომ ჯერ ერთიც მარტო იქ იყენებს. ხო ეგ ადრეა და ეხლა ძვირი ღირს რა თქმა უნდა ეს არა იშოვება ახლა იშოვება ახლა მახსოვს იმისი ბალონი პირველ ექსპედიციაში ერთი ჟანგბადის ბალონი ქონდა ეხლა წავიღე აქედან წავიღეთ მე დამაწერინეს მოკლედ რაღაც სტიკერი ერთი კომპანია აკეთებდა მაშინ სახელი აღარ მახსოვს იმასთან მივედი და რა დავაწეროთ და არა ალებადი და ვერ ნახეთ რაღაც და რაღაცა ჩემი იმებით სიტყვით დავაწერინე ვითომ ინგლისურად no problem თუ რაღაც და სამი შეცდომა იყო. მოდი და ენდე ესე წაწერას. რო გეუბნება, ამას ცუცხლი არ ეკი. ცუცხლი არ ეკიდება. ხო, მაგრამ უფრო ის იყო, მაგრამ რო ის სასმელი გჭირდებოდა რა თან რო ქონოდა იქა და კონიაკის სპირტი. ეგ გვაქვს, მაგრამ ჭურჭელი არ ქონდა. გამოცდილება ასეთი ქონდა, რომ ალუმინის ერთხელ პამირში ქონდა წაღებული ალუმინის იმითი 20 ლიტრიანი კანისტრით, ახალი კანისტრა იყო და რო ჩავედით, გავხსენით და ის არის გაშევებულია, ეს გამწვანებული რაღაც რეაქციაში შევიდა. მაგრამ სპირტი არის, მაგრამ ნუ როგორია შესახედავა და ღამე უნდა და არა მოვიფიქრეთ რომ ჩვენ დავლევით, მაგრამ სტუმრები იქ ქართველი რო ხარ, მოდიან. და მოკლედ დავაწყვეთ
ერთი ის ყავდა ავია ინჟინერი ავიაციაში მუშაობდა და ავაწყვეთ სარტის ქვაბი ხო იმაზე აი კარავარკა მოკლედ შკარა რო იმაშება სერმეტულად რო იხურება იმაზე კონსერვის კოლოფი ასე იმაში მილი მისი რა ქვია კარვის მილი ამაზე ფოლგით ასე ხარი ხო ხარი მივამაგდეთ ყინული მოვჩეხეთ ყინვარზე ამაზე დავალაგეთ გაზი და ხარშავდით ამაზე და მოდიოდ რუსები პირდაპირ ცხელ იმას ის არაფერი გამოხატა იმ სპირტის მოხატეს იქ რომ მივქონდა ეგ გამოცდილება ქონდა და ჭაჭის მაგრა დარჩა სუბთალუმი გერიელი თან რაღაცა ეს კაური ესეთი ბალახიც გეურიეთის იმდა ხო და იქ ჰიმალეებში იმის ტიტანის ის დიდი ბაჩონკა და ამის ჩაბარება დაგვავიწყდა პარკში რა და ისეთი დრო იყო რომ აეროპორტში გავიტანეთ რა ხელბარში ეგა აქ არა უშავს პრობლემა არ იყო საქართველოში მაგრამ გადაჯდომა მქონდა იმაში ავსტრიაში ვენაში ხო და ეს გაგიჟდნენ ეს რა არისო ეს მოკლედ კონიაკის სპირტი 20 ლიტრიანი ტიტანის კონტექსტში ხო და ლოვა 250 მილilitrზე მეტი ახლა სპლის არა თან ესენი ყვენ ჩვენი სპონსორები ავსტრიის ავიახაზები და ამიტომ ავსტრიის გავლით მიფრინავთ იქეთ და მე და ლოვა უხსნის რა ხო თან ყველაზე სიმპათიური ლოვა იყო იმას ჩავაბარეთ ეგაჩე და ისო უხსნის თან რუსულად რა მაგრამ ისო იცითო ჩვენო ვართო ისო რა ქვია სპორტსმენებიო და ესო აი სამედიცინო მიტინგში გავიტანეთ რა და მქონდა მოკლედ ბანაკში ძალიან სიმპათიური ყოფილა რახან გაატარეს უცილი როსპი ეგეთი რამე ყოფილა რომ აკვირდ მწერალზე აი ეს რაღაც 6-ის ზევით და ბრუნდები და ოხ რაღაცა დამჭა ხო ერთი წამი და აი არა თუ დარჩა და იყოს მოძრომა და ჩაგორება მე ანუ ხელთათმანი მე მომძრომია ძალიან უნდა მიმული კონდეს ჩემი გამოცდილება არა დაკარგვით იგე კარგება რაღაც სათადარიგო ყოველთვის ვარიანტები გაქვს ყველაფერზე ფიქრობ რომ ეს რო დაიკარგოს ეს ამას როგორი თივცვლი რაღაცა თქვა სათვალე რაღაც რამდენი კილომი გაქვს აი ბოლო იმედი ბოლოს ცოტა გაქვს ბოლო სადგურიდან რომ მოკლედ კომფორტული არის დაახლოებით 12 კილოგრამი 12-13 კილოგრამი ბოლო ბანაკი და საერთოდ ზურგჩამთა რა მაგრამ იმის მიხედვით ეს მარშრუტია მისასვლელია უკვე მარშრუტი თუ ეს ნიშნავს რომ თოკები ამოღებულია ეს რკინა ანუ აღჭურვილობა გადანაწილებული არის იწელება ეს თოკები რაღაც ჩაფხუტი გახურავს იმის მიხედვით როგორია თვითონ მარშრუტი სხვადასხვა ვთქვათ კლდოვანი ტექნიკური სასიმაღლო ტექნიკური მაგის მიხედვით სხვადასხვანაირია ზურგჩანს სადღაც ასე 25-28 კილოგრამიც მქონია. ოღონდ ამას დიდხანს ვერ ატარებ. ეს არის აი მისასვლელი სანამ კილო. ხო, სანამ მარშრუტამდე. თვითონ რამდენი კილო ხარ? ეხლა 66. ანუ 50% საკუთარი წონის თო. ჭიანჭველა რაღაც ბევრია 50 ჯერ მეც ხატარებს თავის. ხო, მაგრამ ჭიანჭველა არ არის 7000. ჭიანჭველა არა, მაგრამ ობობა არის, ობობა ცხოვრობს ყველგან რა. ხო, 7300. 7000 კი არ არის. დაფრინავს იმ თავის ზოგჯერ დაფრინავს კიდევ. ანუ ცხოვრობს რა. მოულოდნელი კიდე რა შეიძლება შექ დაუშვათ ახვედი შენ აქედან და იქიდან ვიღაცა ამოვიდა და მოულოდნელი არის რო ადიხარ და დენმა რო დაგარტყა. ეგ არა, დენი გირტყავს, ოღონდ ის ჩეხაკუ. ეგ ძალიან საშიში. ყველა საშიში ეგ არის, ხო? ყველაზე საშიში ვერ იტყვი, მაგრამ ახლა მე რამდენჯერმე მოხვედრი რა დამოხტულ გრუბელში და პირველად ვერ მიხვდი რა იყო, აი მეწოდა რა ეს ყურები და და მობილური იტენებოდა თავის. მობილური რო იტენება. მობილური არ ქონდა და მაგრამ მე მიხვდი ეს შალის ხუდი რომ მოვიგლიჯე ცოტა ის
მე ზუზუნებს ყველაფერი, აი ეს თვითონ ეს რკინა წერა. ეგეთი დამუხტული. ხო, დამუხტული ის სველი ხელთათმანები შეხედე ღამია რა და ეს თითებზე წვეთები რო ანათებს, ის შემიძლია დავიქნი ხელა ეს წვეთები ნელა. უჯასებს ყვება. ეს გაფრინდა. ეს ვერებ დაიჯახებს და პატარა ისინი აფეთქები და არის რა და დაურტყამს კიდევაც ჩვენი მეგობრის გაუთიშია რამდენჯერმე და ეხლა ხო ეს ჩვენი არჩილებს ყველაზე მეტი რამე გაქვთ ელოადი ხო თქვა კონიაკის სპირტი 20 ლიტრი ხო არა გააჩნია სხვადასხვა ის რო ჩამოთვალე მარშრუტების სხვადასხვა ამის მიხედვით შეფარდება იზრდება რა აი თქვა სასიმაღლო ასვლაზე ყველაზე მეტი იქნება ესა ტანსაცმელი და პროდუქტი თქვა ტექნიკურ ასვლაზე იქნება აღჭურვილობა თქვა ტოკები რკინა ისა და ყველაზე პატარა იქნება თქვა საჭმელი ან საწვავი ან წყალი არ ვატარებთ შეიძლება 9 ლიტრი ან 1 ლიტრი დასვლაზე რა მაგრამ ერთადერთი ასვლა იყო ეს არის ელ კაპიტანი იმაში იოსემიტაში კედელია რა 1200 მეტრი ვერტიკალი აი ბოლოში რო კიდი ხარ მარშრუტზე 1200 მეტრი ეს ერთიანი კედელია იმას კიდი ხარ თვითდაცვა ქვია მოტოვით ქვევით რო მუხლებით მიხვდნobili ხარ ამ კედელზე სამუხლეები გვეკეთა რო იხეხება მუხლები რა ქვევით რო ჩავხედავდით მარშრუტის დასაწყისი ჭამდა საიდანაც დავიწყე 1 კილომეტრი ხო ვერ ჩვენს მაგას რამდენი ხანია დი ჩვენ ავედით 2 ღამის დევით პირველი ამსვლელები ავიდნენ 27 ღამის დევით 27 დღეში მაგრამ 27 დღე კედელზე იყვნენ მაგრამ რეკორდი არის რაღაც 4 საათ ნახევარი ძმებმა გაიარეს ისა არ გოდნე თვითონ ეგ მარშრუტი ხუბერებ მაგრამ კიდევ უფრო მაგარი ასვლა იყო სოლო გაიარა ანუ ეს თავისუფალი ცოცვით ჰონოლდმა რა ესე რო გავაკეთო თქვათ იქ რო ესეთი გვარი დავამაგრო და მე რო ჩამოვხდე იქიდან და თქვენ ნებს არ ჩაგეთულება კალათოკის გაჭიმო იქნება ძნელი მაგრამ ეს საინტერესო კალათოკი ვერ გაუძლებს თავის წოდას კილომეტრორსია ნაწილ ის გინდა რა 2 და 400 გინდა მინიმუმ ეხა იქ მიამატე კიდე მისა არა 2 და 400 არა ეს თუ ისა კილომეტრი და 200 მე იქე წკიბზე მოვყიდე იგავია იმედია ხელტუჩადი სკიბზე რო კონდეს მოკიდე თოვლის კაცი გინახავთ და ამ წელი მას სერიოზულ კითხვებზე ამ კედელზე როგორ გეძინათ ეს ჰამაკებზე წესით სხვა მარშრუტებზე ეს მარშრუტი რომელიც გავიარეთ ყველაზე პოპულარული და ისეთ შედარებით მარტივი მარშრუტი ოპა მარტივი აბარა 1200 მეტრი 98-ში გავიარეთ და ამ მარშრუტზე იყო 2 ადგილი რა სადაც ეს დიდია თქვა აი დაახლოებით ეს ნახევარი ამაზე გძინა ეს გამოწეული ამდენია ხო აი ამ ხელა ხო და თოვლის კაცზე ვსაუბრობ ჯერათ ხო ვიღაცა ტიბეტში კი და ბევრი ლეგენდები რაღაცა ბაბუაჩემ ნახა და რაღაცა ხო ბაბუაჩემ ხმა გავიგონე და ესე ჩაია ჩვენთან არის რამე მსგავსი მთაში არა ვიღაცა არის ხარ იქ არის რაღაცა არა იმებს ვიგონებდით ხოლმე რაღაცა ისა რა ქვია თეთრი ქალი და შავი ალპინისტი რაღაცა ახალგაზრდების გასაგებია იქ კალმარო დაუძახა და გადაჭეხა და ეგ მონადირეებზეც არის ეგ ლეგენდები შავი ხელი შუში რკინი ნისლი სადაც არის და იმ ადამიანთა იქ რაღაცა მოგეჩვენება დრეთუგიან რა ნისლი და უჟანგბადობა რო ემატება ამას ნისლი ძალიან ზოგჯერ ისეთ ნისლია რომ აი თხილამურებით რო ვართან რაღაც ხანდახან თხილამური არ აჩანს წვერებიც კი არ აჩანს მაგრამ და როგორ მისრია წვერები იმითი აი მუხლებით ბრძნობ რა დახრილობას მაგრამ ზოგჯერ არის რომ ვერ ხვდები მიდიხარ თუ არა ისეთი თოვლი თუ რა გაჩერდეს ხო მიდიხარ არა ხო არის ან ზოგჯერ გაჩერდები გონია მიდიხარ ამ დროს გაჩერებული ხარ და თავბრიზ იმასა აი მე აღმართი პარაპლანი დაუფრენა ხოლმე და იქ ტუნისში ხარ აი საერთოდ ვერ ხვდები რა აი ჩქარა მიდიხარ ნელ იმიტომ იქ ხოში ჩაგემ რაღაცა უნდა ორიენტაცია ხო მაგრამ გახარ ერთ-ერთი მეთოდი კიდი ხარ და ვერაფრით ვერ არა აქაც ეგრე არის აი მე მისრიელია ნისში და ერთ-ერთი მეთოდი არის როცა გაუკვალებს
ჯოხს გძელ თოქს ასე 5-6 მეტრიან თოვლს და ასე მათრახივით იქნება და ეს იმას თოვლს იმაშება ეცემა ჩანს რა და მიახლოებით რელიეფი ან გუნდას აგორე არის გართობა ვა საინტერესო ოსკარები რადგან მქონდა ამიტომ ესეთი რაღაცა მოვიფიქრეთ რა ჩვენ რო შევეჯიბროთ ერთმანეთს და ნახოთ რა ფილმები გიყვანოთ გამოცდები იქნება არა ჩვენ რა თქმა უნდა თან მე ხო ისა ვარ ძველი მსახიობი ესა მარტო აბა ეხლა მესამე ფილმში ვითამაშე სხვათა შორის წეგან რო ახსენეთ მსახიობი ერთ-ერთი იმასთან ის იყო ბახტაძესთან მართლა ოღონდ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ოსკაროსანთან აქვს ნათამაში ხო არა ნათამაშები მაგრამ ეს იყო ეს რეჟისორი რა ოღონდ ფილმი ჯერ არ მინახე არ გამოსულა ისე პირველი ფილმი 2010-ში გაელ გარსია არა გაელ გარსია ბერნალთან ჩამოსული რო იყო ჩამოსულო მაგარიტი შევაითავ თამაშს შარჭი გავყავით თავი დაახლოებით ისეთი ყდეზე ძრომაში რო შევეჭე არა შეჯიბრე მიყვარს მაგრამ ინტელექტუალურს არა ისეთი მოკლედ ესეთი ამბავია ეკრანზე გამოვა შინაარსის სინოფსისი რაღაც ფილმის, ოღონდ ცუდად დაწერილი სინოფსისია და უნდა მიხვდეთ ჰოლივუდური რომელი ფილმის ნანახი გვაქვს ალბათ. ალბათ ისეთი ფილმია რომ უნიჭოდარი დაწერილი თუ გრამატიკული შეცდომებით? არა, გრამატიკული შეცდომებით არა, უფრო შრალად. ანუ რაღაცა შტერი რომ მოგიყვება, ხო? ზერელეთ. ხო, გამოვა. ჯანო, შენ წაიკითხე? მიდი. 3 წამის განმავლობაში დონალდ ტრამპი იქცევა ჩვეულებრივი ადამიანებად. ეს მეც ვიცი. მე მგონი მე. მარტო სახში. ხო, მარტო სახში. ეს ანადვილია. რა მაგრები. ეს ოსკარი. ეს მეც ვიცოდი. ოსკაროსანი არა, ჰოლივუდის ფილმები. კაი, გავხურდით, ეხა იწყება თამაში. კაი. ეს იყო გახურება, გასაგებია. ეს იყო აკლიმატიზაცია, რა თქვენ ენას. ახალგაზრდა ბიჭის ხეოს უცნაური არსება დაეპატრონება. ახალგაზრდა ბიჭის ხეოს უცნაური არსება დაეპატრონება. ო? მე მაქვს ვერსია. თუმცა მეორე ვერსიაც მაქვს. არა. ხო, რაღაცა უცხოვლაინტელი. აი, სადღაც შეძრება. ვიღაც ბიჭი რაღაცა ძრება. ბიჭო, ბევრია რა, გეტყვისაც წავედი. სპაიდერმენი შეიძლება რომ იყოს. ვენომიც შეიძლება რომ იყოს. ეგეთი ფილმები არის ძალიან ბევრი. იმაზე რაღაც ანტიკრისტეზია კიდე რა. ხო, ისა ომენი თუ რაღაცა ხო რო ჩაუსახლდება. ეგზორციზმი. ეგზორციზმი პირიქით არის გამოგდება არის. ხომარ ჯერ ანიმაცია ყოფილა. ანიმაცია? საერთოდ დავიბენი. ბიგ რაღაცა. ახალგაზრდა ბიჭის რომელი ანიმაცია? ის ვარა. აბაძე ეტყვის რა ბენბის. მან სადარი ახალგაზრდა ბიჭი. რაღაც დრაკონები და ვიკინგები. ის არა. ის რო არის, როგორ მოვათვინირო დრაკონი, ხომ არ იქ მან არაფერი არ ისა და ერთად ვირთხარუაზის ბიჭს თავზე და საჭმელს რო აკეთებია. რატატუი? ნახე. გამოვიცანი. ხო, ჭამა. რაღაცა თუ არ არსებობს. არ ვიცი ეგ ნახავ ამ ფილმს. კაი, კარგი ძალიან მაგარი რა. ვაჰ, ბიჭო. ვსო მე აღარ გავიდებ ხაში. შიშველი დროში მოგზაური. შიშველი დროში მოგზაური. საული ბავშვის ბეიბისიტერი ხდება. ისა კაცო არნოლდ შვარცენეგერი რო ჩამოდის. ტერმინატორი რა. ტერმინატორი. ბავშვთან პატრონი. ვაჰ, ხო. ტერმინატორი 2. დააწყიხები რა. ლაბაძე ნახე რა. კადეზე ცოცვას ნუ მომთხოვ. მიგმები დახი. ისეთი ნიჭიერი ხარ გამოგიგა. მიდი. კაც კარტოფილი გაუთავდება, რაც ამერიკის თავებას მილიონობით დოლარი დაუშვებს. ეს არის ინტერსტელარი. კი, არა, მარსიანელი თუ მარსია. მარსია, ხო. ის ინტერსტელარი ის არის სიმინდის ისინია, მინდრები. მასეთ. პედავარა კოსმოსი ჩემია. შენი მულტიპლიკაცია და ორჩა? კაცი უმეგობრდება ცუდ ბიჭს. კაცი უმეგობრდება ცუდ ბიჭს. მოგვიანებით კი აცნობიერებს, რომ თავადაა ცუდი ბიჭი. ვა. კარლსონია რა. არა, დროში მოგზაურობა თავის თავს რო ხდება რაღაც ეგეთი.
ნახე რაღაცა ისე ჩtildeოეთიდან მიუდგა. ჩtildeოეთის ასულიდან. ეს ხო არ არის ჩარლი ჩაპლინის. თვითონაა ცუდი ბიჭი. ბავშვს რო მაგრა გაჭირდა. ბავშვს რო დიდი ქალაქის ჭირავიდნები. დიდი ქალაქში რაღაცებში თვითონად არ გქონს რომ ცუდია. ცუდია ბავშვს რა რეებს ავალებს. არ არკობს მაგაში. ფანჯარა ჩაამტრია და რაღაცა ესეთი ბიზნესი. არა, უფრო ისეთი იქნება. შენით. არ გავჭედეთ ნახე. ოლივერი? არა. ოლივერი ნანახი და ჰოლივუდური ფილმი. ოლივერ ტვისტ. ეს ჩუმა თუ ყურებს, кайფინებს. ჩვენ გვეყვება იმენ. არ ვიცით. ვა, რამე მინიშნება? ბოლო არის. ბოლო არის, ეგ არის მინიშნება. ბიჭები სადიცია, ცუდი ბიჭები. ცუდი ბიჭების მეტი რა. არა, ფილმი არის ესეთი ვილ სმიტი და მარტინ ლორენს თამაშობს. Bad boys. You gonna do? აცი მეგობრდება ცუდ ბიჭს ბიჯო. ცუდი გოგო რო იყოს, იმას გავს. რას? ლეონს. ასე თუ ის. მოიცა ეს კაცი უმეგობრდება ცუდ ბიჭს. და ვინაც ნობიერებს. ეს კაცი. თვითონაც ცნობიერებს რომ ცუდი ბიჭი თვითონაა. დროში მოგზაურობაო ბიძინამ ო, და ლოგიკურად არის მიმართულება. შვარცენეგერია, შვარცენეგერი. იქ ცუდი ბიჭი თავის თავს უმეგობრდება. რაღაცა ეგეთი ეგრე გამოდის, არ ვიცით. რა ფილმში? კუნძული როა, ისა გიჟების კუნძული. არა. შლებთა კუნძული. ბრედ პიტი არის მინიშნება. მინიშნება. ის დიკაპრიოა, ბრედ პიტი რა ვიცი. რა? ბრედ აი რაღაცა კუნძულზე რო გადადიან. აი, ბენჯამინ ბატონი? სიზმა მამალი და ღორი. Fight Club-ია, ვერ გამოვიდა. კარგია, ნანახი რა რა, ყველა აიძახი და მე კიდე საკაიფოთ ვარ. ვაფშე გული არ დამწოლთია. ვახ, ბიჭო. ვა, როგორ Fight Club-ი როგორ. ის უნდა გეტყვი, ბრედ პიტი და ედვარდ ნორტონი და მე მივხვდები. და კლუბი უნდა გეთქვა და ჩხუბი. ვა, ლაბაძემ გაიმარჯვა, ნახე. ესეთი რამე ფილმებში ორი გამოიწვა. მეცორი. მაგრამ ლაბაძეს ეკუთვნის გამარჯვება რა. იმიტომ რომ შენ ორი არაფერი. შენგან მოსალოდნელი იყო და ამისგან არანაირი. გაიგე. მე საჭმელი პრიზი რა. ხო, იმიტომ პრიზი არის ხალხის დიდება და ხალხის სიყვარული. ლაბაძე არის კინომცოდნე. ჩვენი თავარი კინომცოდნე მომავალ მსგავს თამაშობს. არა, ეს გაუმართლა მგონია, თორე. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვა. საჩუქრის ნაწილზე ხო. რა მაგარი ის არის, არავინ არ თქოს რამე საჩუქრი ჩამომიტანე. შენი მოგზაურობა. არა, მე ხო ის ომამდე გეოლოგი ვიყავი და გეოლოგების უმთხოვდნენ ხოლმე რომ ქვები წამოვიდნენ. წეროვალინა და არ მომაგალა იქედა. კვატრი ეხლა იქ. რა განსხვავება არა. რატო უნდა აწყენინო ადამიანს? ჩამოდი საბურთალოზე აიღე პაპიე. ეგონოს რო იქიდან არის. რამე განსხვავება არის თვითონ თვითონ გეოლოგიურად საინტერესოა რა ეხლა რომ აი თქვა აქ ეს ქანია და ის ანალიზის შლიფები რაღაცა. ხო, ეგრე ხო, მაგრამ უფრო ის იქნება. დამუშავებით რომ მეფიქრა, ხო? დამუშავებით ის იქნება, აი მორენა ესეთი არა. თევზაობადი ვასება. ბავშვობაში თევზაობდი, მე არ მიწევდა. მე ასე თევზაობდი, თევზ რა უნდა ხარ? მომას თუ დაიჭერ. საჩუქარზე გადავიდეთ, დათო, შენი მიმართულება. ნიკორა ჩვენი. ნიკორა სპონსორი. გადმოგცემ ნიკორა ხორცს პროდუქტების ნაწანს. ნუ არ ვიცი ხე ევერესტამდე არ გიყოფა, მაგრამ რაღაცა პატარა მწვერვალს აინვენტა ჩამო. მარხვის მერე შეინახება. კი, შეინახება ყველაფერი. ძალიან გემრიელი რაღაცებია ეს ჩემი ფავორიტი. ახალი რაღაცა კომაგი. ეს პირდაპირ აქვე შეგვიძლია შევჭამოთ. ხალხშოა და ის არ ჭირდება, ესეც გამოცდილი მაქვს. აი, ნახე საქმეში რო ერკვევა როგორ არის. ლუძე მიდის, კარგად. და ისა ჩანთას ვაბრუნე, ბრო. არა, უბრალოდ დაგეცა. წერვაზე წახოთ, ამ თოკენი ჩადებ. მადლობა. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. ყველა. წარმატებებს გისურვებთ, კარგ ასულებს, კარგ ამინც ასულებში და
და ბიზნესი გვაქვს რაღაც იდეა. ხო, სტარტაპი გვაქვს. მწვერვალი სახელების დარქმევა. გაგიგვა რა. ჯერა ხო. გაგიდვა თქვენზე შესრულება ჩემი. ასვლა ნახება, ხო იცი, კვადრატულობას რო ანახებენ ხოლმე ბინაში, ეგრე ეს მწვერვალი არა. მწვერვალის მაკლერი თქვენ ახლა. ეს ოფის მენეჯერი. ეს უფრო ის. მარტო სახელი კი არა, უსახელო მწვერვალსო დაიპყრობს, იქ დეველოპმენტი შეიძლება, კორპუსი აშენე, რაღაც სხვა შენ ბიზნესები. ცალკე შეთავაზებული ეს უფრო მოეწონა. აშკარად მეტი ფულია მას. სახელი და კორპუსი რავალი სამ. ერქვას იმის დარქმევის სახელი, ჩემ თავი კორპუსები წამოვა. ჩემ მე სადაშენებ ჯანელიძეზე. რანელიძეზე 9 სართულიანში იყიდება. მოკლედ, ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია, გემშვიდობით ერთი კვირით ნახვამდის. აი,